ყველას ყველაფერი არ უნდა აპატიო, თორე მე თავზე გაჯდებიან რა. წარსულში შევცვლიდი რაღაცებს. გარშემო ცოტა ხალხს შევცვლიდი. ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. მთელ ამ წლებს მოვანდომებდი სწავლას და განვითარებას. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, რა შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? ჩემს გარეგნობას. უი, რატო? რავი, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. მაგაში გარკვეულწილად საზოგადოებაც დიდ როლს ასრულებს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ჩემი გონებიდან მოდის ეგ და მაგას შევცვლიდი. საზოგადოების მხრიდან რა მოდის ხოლმე, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით? ძალიან ბევრი რამეა ზოგადად საზოგადოებაზე დამოკიდებული და ეს იქნება გამონაკლისი. შესაბამისი საქციელები იწვევს ადამიანში, მე რაღაც კომპლექსებს და რაღაცას, შენ ხარ ულამაზესი და არავის არ მოусმინო. თქვენც ძალიან დიდი მადლობა. არავის გამო არაფერი არ შეცვლა. ხო, მაგრამ მე იმას glow-ups დავდებ. წარმატებები. ჩემს გვერდზე. შენ რაც გინდა გულში ეგ აუცილებლად გამოახდინო, მაგრამ მადლობა. ხალხის აზრს არ მოაწყო. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? ალბათ წარსულში შევცვლიდი რაღაცებს. უფრო დიდ დროს გავატარებდი იმ ადამიანებთან, რომელთანაც სამწუხაროდ ბევრი დრო ვერ გავატარე და სამწუხაროდ ვერც გავატარე ბაცი. იმ დროს რისი განუგატარება შემეძლო მათთან და შეიძლება რომ გკითხოთ, რატომ ვერ გაატარებთ დროს მათთან? მარტივია მაგაზი პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეგ ადამიანები არ არიან ჩემს გარშემო, იმიტომ რომ რაღაც შეცდომები დაუშვით წარსულში, ზოგი ჩემი ბრალი იყო, ზოგი მაგათი, მაგრამ მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თავარი და ფაქტი ეგაა, რომ ეგ ადამიანები უკვე შენ ცხოვრებაში არ არიან და ფიზიკურად შეუძლებელია დროის უკან დაბრუნება. თუ ის ადამიანები ნახავენ ახლა ამ ვიდეოს, რამეს ხო არ ეტყოდით? ვეტყვი რომ მენატრება ძალიან და ძალიან მიყვარს და ყველაფერს ეს ადამიანზე საუბარი? და კი. დიახ. მაგრამ ყველაფერს აუკეთესოს ვსურვებ. მე ბედნიერი ვიქნები თუ ეგ ბედნიერი იქნება. ძალიან დიდი მადლობა და თქვენს თვალებში ვხედავ, რომ ხართ ძალიან გულწრფელი ადამიანი და ძალიან სასიამოვნოა ამის დანახვა. წარმატებებს გისურვებ და ბედნიერებას. ასევე თქვენ. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? რავი, მარტივად პატიობ ყველას ყველაფერს რა. ხანდახან შეიძლება დატო ადამიანმა გულუყვილო შთაბეჭდილება ვიღაცის თვალში რა. ამიტომაც მაინც ხანდახან ჯობია რომ ცოტა უფრო ისე მივუდგე ამ საკითხს რა, სერიოზულად და ასე მარტივად ყველას ყველაფერი არ უნდა აპატიო, თორე მე თავზე გაჯდებიან რა. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? ალბათ უფრო სწავლის პერიოდში მუშაობას არ დავიწყებდი და მთელ ამ წლებს მოვანდომებდი სწავლას და განვითარებას. იმიტომ რომ ეგ მაქვს თანანებელი. რამე ცუდი შედეგი გამოიღო? ცუდი შედეგი არა, უბრალოდ სწავლისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა და თან ჩემი იდეა იყო მუშაობის დაწყება, საერთოდ ჩემი ოჯახი არ უნდოდა და დამეწყო. და ეს არის, რავი, ყველაზე დიდი წარმატებები. მადლობა. პროფესიონალად ჩავყალიბე. მადლობა. გარშემო ცოტა ხალხს შევცვლიდი. რა ვიცი, თავრობას. მაგრამ ჩემ ცხოვრებაში სამწუხაროდ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი ვარ.